მოგესალმებით მეგობრებო. ძველი ეგვიპტე, სამყარო, რომელმაც შექმნა უდიდესი და არნახული ეპოქა. ძველ ეგვიპტეში შეიქმნა უამრავი, უდიდესი მონუმენტი, ძეგლი, ტაძარი, აშენდა უამრავი პირამიდა. მათი ტექნოლოგიები დღესაც აუხსნელია თანამედროვე მეცნიერებისთვის. მათი კულტურა და ტრადიციები ნამდვილად გასაოცარია. ასევე გაოცებას იწვევს მუმიფიცირების ტექნოლოგია. ამ ხერხით ძველმა ეგვიპტელებმა ნამდვილად მარადიული სიცოცხლე აჩუქეს ძველ ფარაონებს. ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ არხზე დეტალურად. ამ ვიდეოში კი მინდა შემოგთავაზოთ ერთი ფარაონის ისტორია, რომელიც არ იყო დამპყრობელ მეომარი, არც დიდი მონუმენტები და ტაძრები აუშენებია თავისი სახელის უკვდავსაყოფად, მაგრამ მისმა ერთმა საქციელმა მოახდინა ნამდვილი გადატრიალება ძველ ეგვიპტეში და სწორად ამ საქციელმა გახადა მისი სახელი უკვდავი. საქმე ეხება ფარაონ ეხნატონს, ამენხოტებ მეოთხეს. ფარაონი მიეკუთვნება მე-18 დინასტიას. ის მეფობდა ქრისტეს შობამდე მე-14 საუკუნეში. მისი მამა იყო ამენხოტებ მესამე, ეგვიპტის ერთ-ერთი ძლევამოსილი ფარაონი. დედა გახდა დედოფალი ტიი. დედოფალიც დიდი და განსაკუთრებული გავლენით სარგებლობდა სამეფო კარზე. როგორც ცნობილია, ძველ ეგვიპტეში ფარაონი არ სარგებლობდა აბსოლუტური ძალაუფლებით. ფარაონს ანგარიში უნდა გაეწია ღმერთებისთვის და მათი მღვდლებისთვის, რომლებიც ღმერთების განსახიერება იყვნენ რეალურ სამყაროში. ფარაონს და ხალხს უნდა მიერთვათ შესაწირი ღმერთებისთვის, რომელიც შემდეგ ნაწილდებოდა მღვდლებზე. ისინი კი ცხოვრობდნენ აუარებელ სიმდიდრეში. სამაგიეროდ ღმერთები მღვდლების პირით ლოცავდნენ ეგვიპტეს, მათ მოსავალს და კეთილდღეობას. საუკუნეების განმავლობაში ძველ ეგვიპტეში მმართველობა და ცხოვრება მიმდინარეობდა ასეთი წყობით. ფარაონები აშენებდნენ ერთმანეთზე უკეთეს ტაძრებს ღმერთების საპატივცემლოდ, აწყობდნენ უდიდეს დღესასწაულებს და იმპერიის შემოსავლის დიდ ნაწილს სწირავდნენ მათ სახელზე. ამით მღვდლები იყვნენ კმაყოფილნი. ყველაზე მშვიდად მართავდნენ ის ფარაონები, ვისაც კარგი ურთიერთობა ჰქონდათ მაშინდელ ღმერთებთან და მღვდლებთან. ძველ ეგვიპტეს ყავდა უამრავი ღმერთი, ხოლო მთავარი, ყველაზე მაღალი იყო ამონ-რა. სწორედ ამონ-რას საპატივცემლოდ ააგეს ეგვიპტის ძველ დედაქალაქში, თებეში უდიდესი ტაძრების კომპლექსი კარნაკა. ახლა მივუბრუნდეთ ეხნატონს. მისი სახელი იყო ამენხოტებ მეოთხე. ეხნატონად სახელი შემდეგში თავად გადაიკეთა და ამას გავივლით ამ ვიდეოში. როგორც ცნობილია, ეხნატონი იყო დაავადებული მარფანის სინდრომით. ამ სინდრომით დაავადებული ადამიანი არის ძალიან მაღალი და გამხდარი. აქვს მოგრძო სახე და ნიკაპი. სახსრები აქვს უჩვეულოდ წვრილი და გრძელი. აღენიშნება ჩონჩხის სხვადასხვა ანომალიები. მოკლედ, თლად რომ არ ჩაუღრმავდეთ დაავადების სამედიცინო სიმპტომებს, შეიძლება ითქვას ერთი რამ: მარფანის სინდრომით დაავადებული ადამიანი არც თუ ისე სასიამოვნო გარეგნობისაა. გარეგნობას და სილამაზეს კი ძველ ეგვიპტეში ექცეოდა დიდი ყურადღება. სილამაზეს მიიჩნევდნენ ღმერთების საჩუქრად და თუ სამეფო კარზე იყო განსაკუთრებით ლამაზი ადამიანი, მას ღმერთებთან აიგივებდნენ. სწორედ სილამაზე იყო დედოფალ ნეფერტიტის, კლეოპატრას და ხატშეპსუტის წარმატების უდიდესი წინაპირობა, მაგრამ მათზე შემდეგ ვიდეოებში. იმ ეპოქაში ამ დაავადების შესახებ არაფერი იცოდნენ. ამიტომ ეხნატონის ფიზიკური მდგომარეობა ითვლებოდა უდიდეს ნაკლად. როცა ეხნატონის ოჯახი მიდიოდა რაიმე ზეიმის ან დღესასწაულის აღსანიშნავად, ეხნატონს ტოვებდნენ სასახლეში. ალბათ მისი გამოჩენის რწმენოდათ. ის იყო სულ მარტო. ცნობილია, რომ იყო უცნაური და განსხვავებული შეხედულებების ადამიანი. აი ასეთ განდეგილ და რომ თქვათ დაჩაგვრულ მდგომარეობაში იზრდებოდა ეხნატონი. ამენხოტებ მესამის გარდაცვალების შემდეგ კი მისი დედის, დედოფალ ტიის გავლენის და ძალისხმევის შემდეგ ფარაონი გახდა სწორედ ეხნატონი. ადამიანი, რომელიც იყო მთელი ცხოვრება ჩაკეტილი, მას მიეცა უდიდესი ძალაუფლება და ძლევამოსილი იმპერია. მაშას ეგვიპტის ახალი ფარაონი, ამენხოტებ მეოთხე. გასაკვირი არაა, რომ ფარაონს ყველა და ყველაფერი სძულდა. მთელი ცხოვრება ის ხომ დევნის და დაცინვის საგანი იყო. სძულდა ის წესებიც და ტრადიციებიც, რომელიც იმ ეპოქაში არსებობდა და აიგნორებდა ეხნატონს. მისი სახელი ამენხოტები ითარგმნება როგორც ამონი კმაყოფილია. მან უარყო ღმერთი ამონ-რა და სხვა ღმერთები და ეგვიპტის ღმერთად გამოაცხადა ერთადერთი ატონი. ის იყო მზის სხივის დისკის ღმერთი და დაირქვა ახალი სახელი ეხნატონი, ითარგმნება როგორც ატონის მსახური. ეხნატონმა დაიწყო ამონ-რას ტაძრების კომპლექსის კარნაკის რღვევა და მასში მყოფი ყველა მღვდლის განდევნა. მან შეწყვიტა სიმდიდრის და მიწების გადაცემა ძველი ღმერთების სახელით და დაიწყო ახალი ღმერთის ატონის ტაძრების მშენებლობა, რომლის მთავარი მქადაგებელი გახდათ თავად. ეს გახდათ ნამდვილი სრულფასოვანი საღვთო რევოლუცია, გადატრიალება ეგვიპტეში. ეხნატონმა უარყო
ღმერთები და ტრადიციები, რომლებსაც ეგვიპტე ემსახურებოდა საუკუნეების განმავლობაში. წარმოიდგინეთ, ჩვენ ქვეყანაში მოვიდეს მმართველი და მართლმადიდებლობა უარყოს და გამოგვიცხადოს ახალი რელიგია. უარყოს ყველა ჩვენი ტრადიცია. წარმოიდგინეთ, როგორ მდგომარეობაში ჩავარდება საზოგადოება. სწორედ ასე მოხდა ძველ ეგვიპტეშიც. ეხნატონი წავიდა უფრო შორს. ქალაქი თებე, რომელიც იყო ეგვიპტის ისტორიული დედაქალაქი, სადაც მართავდნენ უდიდესი და ძლევამოსილი ფარაონები, გააუქმა და ახალ ქალაქად დაასახელა ქალაქი ამარნა, რომელიც ახლიდან დაიგეგმა და აშენდა შუაგულ უდაბნოში. ქალაქ ამარნაში ააგეს ახალი უდიდესი ტაძრები, რომელიც ემსახურებოდნენ ეგვიპტის ახალ ღმერთს ატონს. მოკლედ, ეგვიპტე ჩაიძირა ძალიან ღრმა ქაოსში. ამ ყველაფრის სათავეში კი იყო ფარაონი ეხნატონი და მისი მეუღლე, ლეგენდარული დედოფალი ნეფერტიტი. ძველ ესკიზებზე ჩანს ფარაონი და დედოფალი ნეფერტიტი ერთად. მათ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. როგორც ვიცით, ძველ ეგვიპტეში ფარაონებს და მათ ოჯახის წევრებს მხატვრები ხატავდნენ რაიმე საზეიმო ან შეკაზმულ მდგომარეობაში, სადაც ისინი იდეალურად გამოიყურებოდნენ. ეხნატონი კი ძლეოდა უფლებას დაეხატათ ჩვეულებრივ მდგომარეობაში. წარმოიდგინეთ, დღევანდელი პრეზიდენტი გადაიღონ ხალათით. ეხნატონს და ნეფერტიტის შეეძინათ 6 ქალიშვილი. ეხნატონს ჰყავდა სხვა მეუღლეებიც და შვილებიც. ფარაონი ისე იყო გატაცებული თავისი ღმერთით და ოჯახით, რომ ყურადღებას არ აქცევდა სახელმწიფოს მართვას. არსებობს უამრავი წერილი ფარაონის სახელზე, სადაც ელჩები და დიდებულები წერენ, რომ მტერი ძლიერდება და პატივს აღარ სცემს ფარაონს. ეგვიპტის მიერ დაპყრობილი მიწების მმართველები აჯანყდნენ. ფარაონი კი იჯდა თავის სასახლეში და ყველაფერს აიგნორებდა, მისი საყვარელი ოჯახის და ღმერთის გარდა. ეხნატონი იყო ფარაონი დაახლოებით 20 წლის განმავლობაში. ამის შემდეგ კი ის მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი მმართველობა წოდებულია ამარნის პერიოდად. გარდაცვალების შემდეგ ეხნატონი შერაცხეს ერეტიკოსად. ამარნა, ქალაქი, რომელიც იყო პირველი ისტორიაში, რომელიც დაგეგმილად აშენდა, მიატოვეს და დედაქალაქად აღიარეს ისევ თებე, ეგვიპტის ისტორიული დედაქალაქი. ამონ-რას მღვდლებმა და მათმა მიმდევრებმა დაანგრიეს ულამაზესი ქალაქი. ყველა ტაძარზე და ფრესკაზე წაშალეს ეხნატონის სახელი. ცდილობდნენ, რომ ის პერიოდი ამოეშალათ ისტორიიდან და ფარაონი ეხნატონი მისცემოდა სამუდამო დავიწყებას. ასეც მოხდა. ამარნის პერიოდის შემდეგ ვერავინ ბედავდა ეხნატონის სახელის ხსენებას და დროთა განმავლობაში გაქრა კიდეც ისტორიის ფურცლებიდან. ხოლო წინა საუკუნეებში არქეოლოგიური გათხრების და ნაპოვნი არტეფაქტების შედეგად აღმოაჩინეს ფარაონ ეხნატონის არსებობის შესახებ. აღმოაჩინეს ასევე ქალაქ ამარნას ნანგრევები. ის თითქმის განადგურებულია. მოკლედ, პირადად ჩემთვის ფარაონი ეხნატონი იყო სამაგალითო პიროვნება. მიუხედავად იმისა, რომ ის არ გამოირჩეოდა აღმშენებლობით და არ აწარმოებდა ომებს, რასაც დიდი ყურადღება ექცეოდა ძველ ეგვიპტეში, მან გამოიჩინა უდიდესი გამბედაობა და ძლიერი ხასიათი თავისი აზრის და ხედვის წარმოსაჩენად. მან პირველად აიმაღლა ხმა და წარმოთქვა თავისი განსხვავებული აზრი. ის გახდა მაგალითი, როგორ შეიძლება შეცვალო ყველაფერი. ეგვიპტე არ აღმოჩნდა მაშინ მზად ახალი ღმერთებისთვის და ტრადიციებისთვის, მაგრამ ეხნატონმა გააჩინა პირველი პრეცედენტი ძირეული გარდაქმნის წარმოებისა. ეხნატონს არ მოსწონდა ძველი ღმერთები და მათი მღვდლები, რომლებიც იღებდნენ დაახლოებით 60-70% ეგვიპტის და მისი ხალხის ნაშრომის შემოსავლიდან, იმისთვის, რომ თავად ეცხოვრათ ბედნიერად. ამაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს. ეხნატონის მმართველობა შეიძლება ჩაითვალოს როგორც რეფორმების და გადატრიალების ერად. ის კი იყო ადამიანი, რომელმაც თავის აზრს, შეხედულებებს და რწმენას მიუძღვნა მთელი ცხოვრება. ასევე ეხნატონი იყო ადამიანი, რომელმაც ისტორიას დაუტოვა ლეგენდარული ფარაონი ტუტანხამონი. ტუტანხამონის შესახებ არის ვიდეო არხზე. ლინკს იხილავთ ამ ვიდეოს აღწერაში. ეგვიპტის ისტორიაში არის უამრავი საინტერესო და საიდუმლოებებით მოცული ფარაონი, დედოფალი თუ ფაქტი. მათ შესახებ აუცილებლად ვისაუბრებთ შემდეგ ვიდეოებში. თქვენ კი რომ არ გამოტოვოთ, გამოიწერეთ არხი და გააქტიურეთ ზარისხი ლайკი. ამ ვიდეოში შევეცადე მოკლედ ამեղწერა ფარაონ ეხნატონის ისტორია. იმედია საინტერესო იყო და მოგეწონათ. მე ამით გემშვიდობები. კარგად ბრძანდებოდეთ.